შემდეგი ჩვენი მონაწილე ქალაქ თბილისის გუნდი 10 ქულა. მოგესალმებით ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. ალბათ მოგენატრეთ. კი დაგეტყოთ ამიფეთქეთ სკაიპი. არ ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ ეტყობა არასვენებთ ამად გამჩენი. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მიესალმეთ თბილისის გუნდი 10 ქულა. მოგესალმებათ თბილისის გუნდი 10 ქულა. ძვირფასო მეგობრებო, ვინც წინა სეზონზე ჩვენი გამოსვლა ნახა, საღოლ თქვენ, იმიტომ რომ საერთოდ არ გვითამაშია. რა გუნდებს ვეთამაშებით? სულგუგუნი, ჭიათურა, ორპირიქარი, სანგუ, სოხუმარები, თესეუ, გეპეი, უცეგენ ერთად აღარ. ვაი და გადავედით მეოთხე ფინალში. როდისაა თამაში? ერთ თვეში ალბათ. რა გადარჩა? ერთი თვე. აი, გადავიდეთ მინისტრებზე, თორე 4 წუთი გვაქვს და ფიზიკურად ვეღარ ჩავედით. დაიკელეთ 20 კილო და ჩავეტევით. მიდი ხოგა. ანჟელა. მიდი. იმედი არ გონიათ, რომ მართლა ესეთი ძველმოდური ვარ. ეს უბრალოდ იმიჯია. თუ არ გჯერათ, ჩემს მოურავს კითხეთ. ნახოთ ჰიგიენის ზედმეტად მოყვარული ჯარისკაცი, გთხოვთ? აი, მალე მორჩები ხა? ცოტაც. იქნება მორჩე ხა. აჰა. 10 წამი დაგჭა, რომელი გადავჭრა? არ ვიცი, ვერ მასწრებთ. ისე ამაზე ბევრი რამე შეიძლებოდა, მაგრამ ეს არჩიეს ბიჭებმა. ვნახოთ იმერლები ომში. მე პატივისცემა მინდოდა და თუ არ გიდათ კეიფი წადით მიწა და მადებით თავი. გუშინ უბანში მაგრადავლიე ბიჭებთან ერთად. ხო და თურმე ორი ახალი მეზობელი მყოლია. ალბათ მაღაზიის წინ გინახავთ ესეთი გასაბერი კაცუნა. ვნახოთ იგივე გასაბერი კაცუნა რესტორნის წინ. თამადა სად არის? თამადა! სადები მალვა. ვიპოვე, აქეთ ყოფილა. დავიწვი ჩემი, დავიწვი. ქუჩიდან ლეკვი ავიყვანე. პატარა ჯიშის ოთახის აღლია, ინტერიერი. ნახო სიტუაცია ნაკრძალში, ტბის პირას. მე. ბიჭო, გამოვდი აქეთ მეცმასროლია ხო არ შეიძლება? აი ერთხელ ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ თავი. წარმოიდგინეთ? რამხელა ამბიციაა.
ნახოთ ნამდვილი ქართველი ბაიკერი, გთხოვთ? ძალიან თვალი ვარ ასე ვერ წავალ სახში. სპარტაკა მამა გახდა, მივულოცოთ. ბიჭია, ბიჭი. ჰე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, თქვენ წინაშე იყო თბილისის გუნდი 10 ქულა. მადლობა გუნდი 10 ქულა გაწეული დახმარებისთვის, მადლობა სუხთის ქალაქ თბილისის მერიას, კერძოდ კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და მის უფროს ბატონ ირაკლი გვილავას. შემდეგი ჩვენი მონაწილე წინა სეზონის ჩემპიონი აბაშიდან სულგუგუნი. აბაშა მოდის მოდის, აბაშა მოდის მოდის, აბაშა მოდის მოდის, მერვეჯერ ვიწყებთ. ვიღაცები ამბობენ რამდენ ხანს უნდა ითამაშოთო. ამაზე სუსტი პასუხი მაქვს. არი ვიცი. გიორგი გახსოვთ ჩვენი პირველი გამოსვლა. მაგარი. ახალი სეზონი, ახალი ხუმრობები. სათხარ? ორჯერ მოვიგეთ. არც ახლა დავთვალთ. არ გონია ამ თამაშის გარეშე გამძლოთ. 8 სეზონია. ჩვენ აქ თამაშობთ. კიდე ბევრი ხანი გვინდა თქვენ უნდა გართოთ. Nice, this, fantastic. ჰოი ზაბრა ზაბრაიე. Nice, this, fantastic. ჰოი ზაბრა ზაბრაიე. აბაშა მოდის მოდის, აბაშა მოდის მოდის, აბაშა მოდის მოდის, მერვეჯერ ვიწყებთ. მოგესალმებათ, ბებიას, ჩემპიონი გუნდი სულგუგუნი. ვიღაცები ამბობენ ჩვენზე, მაგათმა ამოწურეს თავიანთი თავი და აღარ იციან სცენაზე რა ელაპარაკონდა. მოგახსენებათ ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ. ეხლა რა თქმა უნდა ლუკას ჩემპიონობა თავში აუვარდა და ფინალის მერე შევარდა ამ გამწარებულ გუნდებთან და ეუნება ორჯერ მოვიგე, ორჯერო. გუნდებაც ასეთ ფილად მოგვილოცეს, გამარჯობა. არა, არაფერი თავში არ ავარდნია მე. იმიტომ რომ იუმორი ზოგადად როგორი სფეროა, იცი? აი სვიო როგორი სფეროა, იცი? არასტაბილურია რა. მე გამithვალისწინეთ. ჩემპიონობა ასტამამაც გულთბილად მოგვილოცა. უბრალოდ ვერ გავიმეორებთ ახლა იმ სიტყვებს ცენზურაო აქ დასული და რა ვიცი. მაგის შენზე თქვას, მაუ? რა ჩემზე თქვა, შენზე თქვა. სარკეში ჩაიხედე, გიო. მე კი არა, შენ ჩაიხედე, შენზე თქვა. შენზე თქვა. ბიჭებო, ორივეს მოგილოცოთ. აუ, ჩემი რანაირი კაცია. შეხედეთ ამას. აუ, გიორგი, უნდა თქვა, რანაირი ხარ, იცი? რანაირი? აი 20 წლის მერე რო უნდა იყოს ზუსტად ეგეთი ხარჯები. აი, ეხლა ნერვები არ მომიშალო და არ დაიწყო ხო? არა, გიორგი. შენ ჩემი კუმირი ხარ, აი შენნაირი მინდა რო ვიყო. ჩემნაირი? როგორი? აი რო ჭამდე და არ სუქდებოდე. ლუკა, სცენარი წაიკითხე საერთოდ? სცენარი წაიკითხე საერთოდ. აუ, ეხლა ნერვები არ მომიშა, აქ საერთოდ სხვა რაღაც უნდა ხდებოდეს ახლა. აუ, ბიჭო, კი ვისწავლეს მაო ყველაფერი, მაგრამ ის ვისი სიტყვებია? ლუკა გაეთრიე ახლა აქედან, თორე თავს წაგაზრო ვიცოდე. ლუკა, გაეთრიე ახლა აქედან, თორე თავს წაგაზრო ვიცოდე. ვო, შენი ყოფილა, შებერე. არ ყვა ძმაო, ნორმალური. ჩვენ გადავწყვეტ რომ ყოველ თამაშზე გქონდეს ერთი აქტუალური ხუმრობა მაინც. მაშასე მოდი ვნახოთ ჩვენებური მეფე და ვეზირი. მეფეო, მტერი შემოგვესია წალეკა ხალხი განადგურა რა ვქნათ? ვალერის დაურეკეთ გელბახიანს. აუ რა ვქნათ გიორგი ეხა რა ვქნათ? ბიჭო, მოდი ჟიურობანა ვითამაშოთ. მოდი ვითამაშოთ. მე ვიქნები ირაკლი მეზურნიშვილი. აუ მე მინდოდა ირაკლი მეზურნიშვილობა. ბიჭო, შენ ვინი იყავ, იცი რა მაგარია ვინი? არ მინდა ეს ვინი.
არ გამოვიდა ძმაო თამაში. არ გამოვიდა და დაამთავრე ძმაო. და ბოლოს, ჩვენი გამოსვლა გვინდა დავასრულოთ აბაშელი კინომცოდნის გენიალური სიტყვებით რემბოს ყურების დროს. და სად გადახდა ოხერი. მადლობ, თქვენს წინაშე იყო ორჯერ ჩემპიონი გუნდი სულგუგუნი. მადლობთ, ეს გახდათ გუნდი სულგუგუნი. გუნდი სულგუგუნი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ქალაქ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს ბატონ გიგა გაბელაიას. შემდეგი მონაწილე ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. მოგესალმებით თქვენს წინაშეა ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. მე ანდრია ვარ. საკმაოდ მორიდებული და თავმდაბალი პიროვნება გახლავართ. ნუ ეხა გუნდის ლიდერს სხვანაირად არ შეეფერება ხომ ხვდებით. ეს ანია. ანი ჩვენ შორის ყველაზე პატარაა, ამიტომ რეპეტიციებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ვეპყრობით. მე მიიწიე გოგო, ცოტა ამხელა სცენაზე ვერ ეტევი. ეს გვანცაა და როგორც მიხვდით ის რეპეტიციებზე არ დადის. ეს ხვედელიზია, ის ფეხბურთელია და ჭიათურის მაღაროელის ღირსებას იცავს. საღავიცავ ჩემო ანდრია, არ გაგიგიარა და მემართა ფეხზე. რა დაგემართა? კუთხურს ვაწოდებდი და გველმა მიკვენ. დამამთავრებია კარიერა მაყulis ბუჩქთან. ეს მარიამია. მარიამი ჭიათურის ტელევიზიის ჟურნალისტია, ამიტომაც არ გეცნობათ. ეს ვალერია. გუნჩი ფანდურას ვეძახით. ამ სახეს ჯერ კიდევ მაშინ ვეძახით, სანამ ფანდურზე დაკვრას ისწავლიდა. ვალერი, რა ყველგან დააკონწიალებ მაგ ფანდურში გაჭირვებულო. яукна ფანდურზე დავკრით ჭამბურს და მენახე ძალიან ბევრ სხვა არ უკრავ ძამია. ეს ონისეა. ამ ჭირდება შენი გაცნობა. ისედაც ძალიან კარგად მიგცნობს აშეკრებილი საზოგადოება. ზვიო, რა ვახარ ძამია. ონისე, ზვიო საიდან იცნობ? რას ქვია, საიდან ვიცნობ? ჩემი თანამშრომელია. ბოდიშით ბატონო ზვიად, ტელევიზიამ გაათამამა ბოუში. ზედმეტი უხერხულობის თავიდან ასარიდებლად გადავიდეთ სიტუაციებზე. მოდით ნახოთ ჭიათურელი ინფლუენსერი. მოგესალმებით გოგოებო. რა ვახარ ჩემო კარქებო. დაგიბრუნდით ახალი ლაივებითი. რაიო ვიღაცა მიწერს რა კარგი მეიქაპი გიკეთიაო. ხო, ნარგიზის გოგომ გახსნა სალონი იაშვილზე. შეხვალთ და მეიქაპებით კაირამეთ. დედა ნათია შემოსულა ლაივში. გოგო ნათია, ეს დაინახე ფეხზე რა მაცვია. ეს ვიყიდე გამარჯვების პარკის მეორადებში. ნახევარი ქედო უტოვე და ნახევარს მე სოციალურზე მიუტან. დედა სოციალურზე ქებლოკამსე ლაივი. დობლოკი ვარ. მოდი ვნახოთ ჭიათურელი ყარყატი ბაზარში. თევზი რა ღირს? 62 ლარი. ორი მინდა გენაცვალე, გრეჩი ხარ შევჭა.
და ბოლოს, ვიცით რომ ყველა თქვენგანს ერთი კითხვა გიტრიალებთ თავში, მაგრამ რა ვქნათ, არც ჩვენ ვიცით რატომ დაათრევს ვალერიან ფანდურს ყველგან. მადლობთ თქვენს წინაშე იყო ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. მადლობთ გუნდი შავი ოქრო გაწეული დახმარებისთვის, მადლობა სუხთის ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გივი მოდებაძეს. შემდეგი ჩვენი მონაწილე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი კოზა ნოსტრა. მოგესალმებათ სამედიცინო უნივერსიტეტის ნაკრები გუნდი კოზა ნოსტრა. როგორც ხედავთ, მარტო ვთამაშობ. ოთო ბრიტანეთმა დაასანქცირა. თავიდან ვიფიქრე გამოვტოვებ ამ სეზონს თქო, მაგრამ მე ზვიოს ეწყინებოდა. წინა სეზონის ბოლოს ვიო მითხრა, კიდევ კარგი შენ მარტო არ ხარ მაგ გუნდში, თორე თავს მოვიკლავდიო. ნახოთ ერთი რა სიტყვის კაცია. თელი გუნდი ვერაფერს ვერ აკეთებდა და ეს ერთი კაცი რას იზამს. ვინც ასე იფიქრეთ, ერთი კაიტაში დაუკარით. ხო გონიათ რომ ერთკაციანი გუნდია. არა მეგობრებო, ერთკაციანიც არაა ბოლომდე. ახლა შეიძლება უცებ დამერეკონ და გასაქცევი გავხდე. ხო ალბათ იმასაც ელოდებით რომ ეხა ვიღაც შემოვა და სინამდვილეში მართლა მარტო არ ვთამაშობ. დედას გეფიცებით მეც მაგას ველოდებ. როცა პირველად თქვი მარტო ვთამაშობთქო, ორგანიზატორებმა მკითხეს, ფინანსები გაქვსო? რედაქტორებმა მკითხეს, სცენარი გაქვსო? ასტამ შემ რა გითხრა, ხო არ გაქვსო? ამის შემდეგ ნახეს რედაქტორებმა ჩემი სცენარი და ესე მითხრეს, კარგი გოგო ბიჭები ხართო. მოდი ბექა გადავიდეთ ჩვენ საუკეთესო ხმრობაზე. ეს იყო ოთოს ბოლო ხუმრობა. სხვათა შორის ბევრი ძალიან კარგი ხუმრობა მქონდა თავიდან, მაგრამ მე დავარიგე. მაგის დედაცვატირე სიკეთე უნდა აკეთო კაცმა. მერე დავფიქრდი რა დადებითი მხარები აქვს მარტო თამაშს. რაც მთავარია, დარბაზი უფრო კარგად გაგამხნევებს. გუნდში კაპიტანი უეჭველი შენ იქნები. მოგებული თანხა მარტო შენია და რაც მთავარია, ჯარში არ წაგიყვანენ. და ბოლოს რა მინდა გითხრათ. ალბათ ყველა მიფიქრებდით რა აზრი აქვს ამ ბიჭის თამაშს, მარტოა, გვერდში არავინ არ უდგასო. არა, მეგობრებო. მეგობრებო, ქართულ ლიგაზე მარტო არავინ არ არის. თქვენს წინაშე იყო ჩემი საყვარელი გუნდი კოზა ნოსტრა. დიდი მადლობა. მინდა გითხრათ, ეს იყო ჩემი საყვარელი გუნდი კოზა ნოსტრა.
და ასევე შემიძლია თქვა, რომ დიდი ხანია ყაზანას ესეთი ტაში არ ქონია. მადლობა ბექას. შემდეგი მონაწილე ხარაგაულის გუნდი ჭირიმე. ხო? მოგესალმებით ძვირფა. მოგესალმებით. აბა თუ დამაცადო ახლა. მე რატო უნდა დაგაცადო დაწყების ტექსტი მე მომცეს. რა შენ მოგცეს გოგო რას მაჩხუბებ ამ ხალხში? მე მომცეს. აგერ. მასე მეც მაგნაირი მაგ. რა მაგნაირი გოგო ჩემია ორიგინალი და შენი არის ქსეროქსი. შენსავით. რა ჩემსავით? რა შენსავით და მე ვარ ორიგინალი, შენ ხარ ჩემი ასლი. რა ასლი, გოგო, ასლი ხარ შენ? მე ვარ ორიგინალი. რა ორიგინალი ხარ, გოგო, სარკეს შეიხედე რას გავხარ? რას გავარ, გოგო, ხო არ გააფრინე? დედას გავარ. დედას გავარ მე. შენ გავხარ მამას. რა მამას, გოგო, არ გახსოვს სახში ნასვამი რომ მოდის ხოლმე, რას გვეუბნება? რას გვეუბნება? 4-ვე ერთმანეთს გავხართ, არ გვეუბნება? 4-ვე ვინ არის? რა ვიცი, ალბათ მთრალი 2-ს 4-ად გხედავს. მე დევიწყებ, ვერ დეიწყებ. მაშინ საერთოდ სხვამ წაიყვანოს. კი ბატონო, წაიყვანოს, მოვიდეს და წაიყვანოს. ვისაც უნდა წაიყვანოს? წაიყვანოს. ერთ რამეზე ვთანხმდებით და ერთაზე მოგესალმებით, ვიფასო. მოგესალმებით. აბა თუ დამაცადო ახლა. ბიჭო. მე რატო უნდა დაგაცადო? ტექსტი მე მომცეს. რა შენ მოგცეს? მეიცა. გამარჯობა. კი, მაგრამ ამ ტყუპებმა რომ მიისაკუთრეთ ეს გუნდი, მე აღარ მათამაშეთ. რა ვქნა თუჩა რეჟისორმა ასე თქვა, ეს სეზონი მხოლოდ ტყუპებს უნდა ვათამაშო. მე ჩემ ტყუპის საძმას სადო უწუნეთ. ვა, შენ ძმა ყავს? ხო, რატო არა? და უფროსი რომელი ხარ? არ მეტყობა? კარგი რა უჩა, გუნდში ტყუპებმა უნდა ჩაგანაცნონ და შეეგუერა. მე უჩატა ბატაძე, უნდა ჩამანაცნონ თურმე ამ წითელ თუმცა წითელი რაშვაშია, ქეგვიხდება ისი ამ სოფლიდან ჩამოსულებმა უნდა ჩამანაცვლონ მე. ხო, რა იყო? შენ კი არა სოფლიდან ჩამოსულებმა ნახევარი შოუ ბიზნესი ჩაანაცვლეს. ასე არ არის ბატონო ზვიად. კი, მარა, შენ რატო უნდა გათამაშოთ? რატო და გუნდში მე ყველაზე დახვეწილი გემოვნება მაქვს. ხო მამა. რა ვიცი გონი არ მათამაშებენ ვარკვევა ახლა. არა კაცო რა დიდმა ბრიტანეთმა დამბლოკა. რა ვიცი რაღაცა აქცია არ გონი აქ 2-1-ის ფასად რა არის. რა ვიცი მე ეს 2-1-ნაირი ხო დაგირეკო პატარა ხანის ფასად. სხვათა შორის გეგმაც მაქვს როგორ უნდა მევიგოთ სეზონი. როგორ დახა ამ სისულელეებს დავანებოთ თავი. წავიდეთ და უკეთესად მე ვემზადოთ. წავიდეთ. მოიცა. საფინალო სიმღერა. ერთ რამეზე ვთანხმდებით და ერთაზე ვარ თამაში. არასოდეს მოგწინდება სცენაზე თამაში. სათითაოდ ვერ ჩამოვთვლით გუნდები ხომ ბევრია. შეიყო ხარაგაულის იუმორისტული გუნდი ჭირიმე. მადლობთ ხარაგაულის გუნდს.
ხარაგაულის გუნდი ჭირემე გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კობა ლურსმანაშვილს. შემდეგი ჩვენი მონაწილე ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. მოგესალმებათ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ! წინა სეზონის შემდეგ რებრენდინგი გავაკეთეთ. და ისევ იგივე შემადგენლობით ვართ. რაც კაია, კაია. მოიცა, მე ხომ დამიმატეთ. აი ვიში ამჩნევდა, ახლა შენ რო დაგიმატე. ვინ და მე? ეს ვიღა? მოიცა ეხა, არ დამაღებინოთ ეხა საკუთარ თავზე. თამაში. თამაში. აი, კეთო დამშვი. ვის უნდა? მე მინდა. იქნებ რას ვამბობ? აი სწორედ ესე გადაწყდა ჯიმის შესვლა გაბუს შოუში. მოიცა, ეს კალეტი იოჰანსონი არ არის? კი ეგ არის. ერთი წუთით უნდა გავიცნო. კაპიტანი საქართველო, სერჟანტი AVTADILI. ანუ? ავთო. მოკლედ, ჯაბოვიჩის სიმღერა Hop Hop იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისით ნიუ-იორკში დაინტერესდნენ. ამიტომ ჩარტერული რეისის პირდაპირ ამერიკაში გადააბრინეს და მთელი ნიუ-იორკის ბოლმონტი ემოდება მის გადაწყვეტილებას. ნეტა რას ფიქრობს? ნეტა რას სიტყვის? ნეტა რას ამბობს? ნეტა 4 საათი რაზე ფიქრობს? ვაიმე მოიფიქრა. სიტყვის. ზვიო, რა ვუთხრა? გადაღებაზე ვარ დაგირეკავ. ყველა ტაქსისტი ერთნაირია. დღეს მე ძალიან გაბრაზებული ვარ, ამიტომ არაფერს არ გეტყვი. რატომ რა მოხდა? კაროჩე მოგიყვე. იმ დღეს ამ თამაში ბევრი არ მითამაშია. თუ გინდათ ჩემი თამაში იხილოთ, მაშინ გადაგვიყვანეთ ფესტივალიდან. ჩათვალე გადავსულვართ. ქეთო, გადავედით? კი. და ბოლოს, სოფლიოში ძალიან არეული სიტუაცია. აქეთ რუსეთ-უკრაინის ომი, იქით ამერიკა-ირანის ომი, აქეთ დიდი ბრიტანეთი ჯაბოვიჩი. ძვირფასო ჟიორი, ძალიან გთხოვთ, ავერიდოთ კიდევ ერთი დაპირისპირება თავიდან და გადაგვიყვანეთ შემდეგ ტურში. ქართული გასწორებ მისის ვიდა იმეროს და ხუმრობებით გავაცინოთ მუდამ ყველა ჩვენ როცა ქვართ როგადი ზანელაო ზანელხა მადლობ, თქვენ სტილაში იყოს სანგუ! სიცოცხლე დამიჯერეთ მისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში სიყვარული დიდი მადლობა გუნდი სანგუ გაწეული დახმარებისთვის, მადლობა სუხთის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ბრაჩულს, ამავე უნივერსიტეტის კანცლერს ბატონ თამაზ ვაჩაძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტურ თვითმმართველობას. ჩვენი კიდევ ერთი შემდეგი მონაწილე ახალქალაქის გუნდი ძველი თბილისი. მოგესალმებით ახალქალაქის ნაკრები გუნდი ძველი თბილისი. ნაკრები გუნდი რას ნიშნავს? ძო, ხო თქვით ვისაც არ გეზარება თამაში სამედიცინოს მეტროსთან შევიკრიბოთ, ხო? ხო, значит ნაკრები ვართ.
კიდევ რამდენიმე ფაქტი ვთქვა სომხების შესახებ. სომხებს ძალიან კარგი ჰაერი გვაქვს. სხვათა შორის გასაბერინავი უფრო ძვირი მაშინაა თუ სომხეთშია გაბერილი. სომხურ ჯიშის თუთი ხუში არ ლაპარაკობს. სომხურ ჯიშის თუთი ხუში მსჯელობს. შენ იცი რომ სომხებს გვაქვს ყველაზე ცნობილი და მაგარი ფილოსოფელი არისტოტელე. ეგ ბერძენი არ არის? მაგაშია მთელი ფილოსოფია. ისე ქართული სამზარეულო რო არსებობს ჩვენი დამსახურება. რათომ? აბა სომხურ კანი აქვს ჩასაყოლებელი არ უნდა? შენ თუ იცი, სომხური ლავაში ქართული ლავაშისგან რითი განსხვავდება? რითი? ისინი რო ერთ საცხობენ, ჩვენ მაგისგან 10 გამოგვყავს. იცოდი რომ დისნეილენდი ჩვენია? აბა ამერიკაში რა უნდა? ოფ, ბაშვების ჭიჭყნის თავი არ გვაქვს. ისე ეს ფრანგები მაგარი უცნაური ხალხები არიან. რათომ? იფელის კოშკი რამდენ ტონას იწონის? 10,000 ტონა. და ჯართის ფასი რა არის? ტონა 500 ლარი. აი ხა ხვდები რამ ხელა რესურს არ იხენებენ? იცით, მამა ჩემმა სიგარეტის მოწევას თავი დაანება. ვა, მართლა? значит, მამა ჩემსაც დაუნებებია ავტომატურად. როსპორტს ვასებ, დამეხმარეთ. ყველაზე ლამაზი ქვეყანა, 900. სომხეთი. 200 უაკლია. აბა სასომხეთი ჩაწერე. რა, ცოტა მიზეზი მაქვს რომ ვთქვა? ვა, ხამ სამედიცინოში რამდენი სომეხი სწავლობს, გადავირიე. აბა, თარას ცეკვავენ. კურიერები სულ ეგენი არიან. მოიცა. ეგენი ინდოელები არ არიან? არა, რა ინდოელები, სომხები ვართ. просто მის ამას რომ ვერ ვაგნეთ, რაღაც ჩვენ გვაგინონ. ჭკვიანი ხალხი ვართ სომხები. ამიტომ ჩვენი გამოსვლა მინდა დავასრულოს სომეხი ფილოსოფოსის სიტყვებით. მილიონერობა მარტივია. მილიონერობა რთული. მადლობა თქვენ წინაშე იყო ახალქალაქის ნაკრები გუნდი ძველი თბილისი. დიდი მადლობა გუნდი ძველი თბილისი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის სამცხეს ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნელს ბატონ ზაალ გელაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ მელქონ მაკარიანს. კიდევ ერთი მონაწილე დებიუტანტი ზესტაფონის გუნდი ზესტაფონი. მოგესალმებათ ავტობანისაგან მიტოვებული ქალაქის გუნდი ზესტაფონი. ეს დეინახე რამდენი ხალხიზია, მაგრამ უკან ვერ ვხედავ რაც ხა შუქი პარპალობს და მაგრამ ქეზია გონია უგანაც. რა ვიცი, ჩვენთან რო სტუმარი ჩამევიდოს და ჩვენს კამზე დავжეთ და ესენი ფეხზე დავაყენოთ, ქემოგვეწება თავი და მაგრამ ალბათ ამათთან ასი არის მიღებული. რადგან ზესტაფონში თქვენთვის ყველაზე ცნობილი ხაჭაპური და ყავა არის, ჩვენ შევეცდებით თავი ამ ორი პროდუქტის მსგავსად გაგაცნოთ. დევიწყოთ ყავებით. ეს გვანცა არის. გვანცა ესპრესოა. ერთ გეტყვის და იმნაირს გულს აგიჩქარებს. ეს ამას ქეიცნობთ ისედაც უყველა. ახლა გადევიდოთ ხაჭაპურებზე. ეს არის ლუკა,
ლუკა არის ბებოს ხაჭაპური. გუნდში ყველაზე გემრიელი და მოვლილი კაცი არის და გამოტენილი არის ყველითი. ეს ცოტნი არის. ცოტნი არის ტაფის ხაჭაპური, მაგრამ ამას რო შეხედავ, ხაჭაპურის ტაფას უფრო გავს. ეს არის ოთარი გელაშვილი. გაბაგრძელო გინდათ? ოთარ გელაშვილი არის მაკარონის ხაჭაპური. ყველას ნამდვილი გონია, მაგრამ ნამდვილი გელაშვილი გორის კეხურაში თამაშობს. შენ რაღა ხარ ერთი შენე? მე ვარ ნახევარფენოვანი ხაჭაპური. ზესტაფონში ვცხოვრობ და გვარად კურპატოვი ვარ. ჩვენი თავი ასე თუ ისე ქე გაგაცანით და ახლა მოგიყვებით ფაქტებს ზესტაფონის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით. ზესტაფონო გშორდები უკუღმა რო იღერო ხარაგაულის საგალობელი გამოდის. ზესტაფონში ხალი უფრო მეტი ცხოვრობს ვიდრე კაცი. ამ პირიქით არ მახსოვს ზუსტად. ზესტაფონში 60 სოფელი არის. 1 და 61 იქნებოდა. კაი, ახლა გვეყო სერიოზული ლაპარაკი. ცოტა წევიჭღანაოთ. ზესტაფონის შემოსასვლელში ქალის ქანდაკება დგია, რომელსაც ცალხელში ხმალი უგავია, მეორე ხელში ღვინით სავსეფიალა და გარშემო ბავშვები. ვისი გაკეთებული არის, ბიჭო? ბავშვები. არა, ბიჭო, ღვინო. ღვინოს ყველა ქიაკეთებს ზესტაფონში კაცო. ჩვენ ქალაქს ავტომობილით გვერდი კი უარეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფრის ეპიცენტრში ვართ და ყველა სიახლეს ვადენთ თვალყურს. ასე რომ ზესტაფონის გუნდი ყავაზე გეპატიჟები და ჩვენებურად გენვიხილოთ ახალი ამბები. ორი ახალი ამბავი მაქვს. პირველი კაი და მეორე სვირი. რომლით დავიწყო? დაუშვი კაითი და გაყევი ნენა გლახისკენ. ნეკადოროყაშვილმა ახალი კლიპი რო გადაიღო, ქე გექნებათ მონასმენ. თქვენ კი არა ნახევარმადილი კაურ მაინც უკვე. რაიო, რა სიძახის? რაიო და ამჯელოს ოფმა მაინც ამ დივა ჰუსურვაივსო. რაიო და შენ ქეგინდა რო ამტლიკნო, მაგრამ არ არის მაგ იმასე მარტივიო. უი, დედაია. ამ ხელაგზაზე ხელცარიელები კი არ ჩამოვსულვართ. ნაღდი ზესტაფონური ცხელი სიტუაციები ჩამოგიტანეთ ტაფის. 2 წალი. რა ვარცხებე გეხსენებათ ზესტაფონის ყავაზე, ბევრი ცნობილი ადამიანი დადის. მოდი ახლა ვნახოთ ჯაბოვიჩი ერთ-ერთი ყავის ჯიხურთან. ბატონო ჯაბოვიჩ, როგორ ზანდებით? ტრადიციულად თქვენი საყვარელი ყავა, ხო? რა თქმა უნდა. გამოუტანები ჯუა მან დუღარე წყალი და ჭიქაი, კოფე და შაქარი თავისი აქ. მოდი ახლა ვნახოთ რა ფერტარდება ზესტაფონში პროექტი, ვინ არის. მე იზრევი. და ბოლოს, ჩვენი გამოსვლა გვინდა დავამთავროთ ბაბი კირკიტაძის ბებიის სიტყვებითი. ჩამეიყვანე ბები ამაგეინ და ჩამოით. დიდი მადლობა, თქვენ წინაშე იდგა ქალაქ ზესტაფონის გუნდი. ზესტაფონი! გუნდი ზესტაფონი გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ვახტანგ ღამბაშიძეს და ასევე ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ მალხალ შერგელაშვილს. კიდევ ერთი მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. მოგესალმება წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონი გუნდი შერეკილი. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ 4 ფინალი წააგო. და რატომ წავაგეთ? ოსტების მაყურებელს ჩვენი ხუმრობები არ მოეწონა.
ძალიან მეწოდება ეს ტელევიზია. ცალკე შერეკილი ებრძვის, ცალკე დიდი ბრიტანეთი. ვალალო, მოდი რამე კარგი სამტრედიული ხუმრობით დავიწყოთ. სამტრედია აღარ მიხსენო. მამი და შვილთან ვიკამათე. და რატომ იკამათე? მივედი და ვეუბნები. გაფიცებ რა უთხარი არასწორი. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ვალალო კობალეიშვილი წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშეა. შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის ვალალო საუკეთესო მოთამაშე? მას ფენომენალური ნიჭი აქვს. გონების ძალით შეუძლია ადამიანის ჰაერში აწევა. ჯიბეში რამე ხო არ გიდევს? ტელეფონი. ნახოთ გუდამაყრელი პოეტი. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ნაგაზი მინდა. ახლა კი გაჩვენებთ თუ როგორ აყვავს გუნჩერეკილს ახალი წევრები. გამარჯობოთ მეგობრებო, გცალიათ? კი, გცალია. მეგობრებო, ჩვენ გუნდში გვჭირდება არა პროვინციული, არამედ ლიტერატურული ხუმრობები. მე რაზე არის საუბარი, ჩემო დაია? აბა, პროვინციული ხუმრობები ეკადრება ახლა ჩვენ გუნდს. აუ ეს მგონი სოფლელია. ვინ არის გოგო სოფლელი? შენ წაგეკიდა ცეცხლი. ლიტერატურული ხუმრობები გვჭირდება თქო. შენ წაგეკიდა ცეცხლი ელისეის მინდვრებში. მეგობრებო, წარმოგიდგენთ ორ სიტუაციას. აქედან ერთი სუსტია, მეორე კი ისეთი, რომ ქვასს კი გახეთქავდა. დაიშალეთ. ლექციების შემდეგ შეყვარებული წყვილები აუდიტორიაში მარტო რჩებიან. ნახოთ გეპეის დაცვა ამ დროს. ჩემი ჩიტი, ჩემი მტრედი, ჩემი ბეღურა, ჩემი წიწილა. ნახოთ პროექტ ვის უნდა 20,000-ის მონაწილემ ზარი ახლობელთან არაკეთილ სინდისიერად გამოიყენა. რა გაცვია ამ წამს? დამენახე რა. მეგობარო, პასუხი. დეა სწორი პასუხი. გესმის? და ბოლოს ჩვენ გამოსვლას დავასრულებთ სამტრედიელი მექალთანე კაცის სიტყვებით. როდის მიდიან შენები? დიდი მადლობა თქვენს წინაშე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შერეკილი. მადლობა, ეს იყო გუნდის შერეკილი. გუნდის შერეკილი დაწეული დახმარების მადლობას უხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს, ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლო კოპალიანს, ასევე ამავე უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტური სერვისების დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელ ლევან ფიფიას, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას და მის პრეზიდენტ დავით ლეშკაშელს. და ჩვენი ფესტივალის ბოლო მონაწილე გუნდი თესეუ. ხოთ? ჩვენო თბილის ქალაქო. მოგესალმებათ ვიცე-ჩემპიონი გუნდი თესეუ. ალბათ გაიგებდით თესეუ და გეპეი რომ უნდა გაერთიანებულიყო. მაგრამ აღარ გავერთიანდით.
ჩვენ გადავწყვიტეთ წინა სეზონის ჩემპიონი გუნდისთვის გვეკითხა რჩევა და ეს გვირჩიეს. ლუკა ჯაბელაია. მელოტი ხინკირია. შენ საერთოდ ნორმალური ხარ ბიჭო? მოდი ვნახოთ აბა შენი მეძავი. ეგ როგორ გავაკეთო? მოდი დავუბრუნდეთ ჩვენ გუნდს. კარგი. ისე ვერ გადამიწყვეტია გათხოვება მერჩევნია თუ ვინეგრეტი. ბაბი, ხო შეიძლება ცოტა განაზდე? აბა როგორია, ბიჭი გიტაცებს ყვავილები, რომანტიკა და ამ დროს შენ რეკავ. ალო, მამა, ვრჩები. შენ საერთოდ ისეთი ქერა ხარ, შეყვარებულს ეჩხუბე, მერე შეურიგდი, მერე ეჩხუბე, მერე შეურიგდი, ისე რომ შეყვარებული საერთოდ არ ყოლია. ის დაგავიწყდა? ჩემ დაბადების დღეზე რომ დამთვერი დათო ვარ გომართელიო და ხის ცხენით რომ დარბოდი ღრმაღელის მეტროსთან. ხალხო, ამას მეუბნება ქალი, რომელსაც დედოფლის წყარო დღემდე თანამდებობა გონია. გაიგვეყოს. კარგი ხო. ჩვენ გუნდის დასასუსტებლად ჯაბოვიჩის კოლეგა დავიმატეთ ბრიტანეთიდან. Take a little walk to the edge of town and go across the track. და ასევე ჯაბოვიჩის ორეული. როგორ გაგიმართლა მე რო ცოცხალი ვარ ამ დროს ტრიპში ლეიდი გაგა მებას შენი ალეხანდრო ლოგიში დაგესტანელი ვარ ვიციბნელი სამბო და ბუქერები მიყენებენ ვითო ვიყო ჯანგო და მე ბატალე გაჩერეთ გადაღება იკა რა ხდება? ჰენგოდან უსასად არიან. ესპანეთში იყვნენ გასტროლზე და წუთზე მოვლენ. Buenos noches, amigos. Tengo როგორ ხარ? El pastaramo. Jabovich, ¿cómo estás? Automobilos, rauchitiros. Tengo, რა თქვი? რა ვთქვი და ჯაბოვიჩი შემხვდა დიმში მაგარ გოგოსთან ერთად. იცი რა სუსმენდა მანქანაში? ნეტა მარტო რა სუსმენს. რასტა? შაბადაბადაშ დაშ, შაბადაბადაშ დაშ, შაბადაბადაშ დაშ, შაბადაბადაშ. ღერის მშიერი კლიენტი და კურიერი. ძალიან მომშივდა კუჭმა დაიწყო წრიალი. გაკეთება დამეზარა გასხურასთან ბოდიალი. ამ დროს შეკვეთა მომინდა კურიერის ეგ მოვიდა. გავუბრაზდი დავუყვირე მერე ჩაფუტი მოიხსნა. დელია, არ ვარ თბილისელია, მიყვარს ნიუ-დელია. You are really I wonder to me? ღერის ქუთაისელი ზალიკო ბერგერი. მეთქვა არ მეთქვა ჩემს გულში. დარდმა იდავა იომა. შანდელს რომ ამდენი უმღერე ხმთო. რა დაგიშავა დიორმა? არა, რა დაგიშავა შენი? ფეგო! ბაჩუ. ძალიან მონდომებული ბიჭი უმღერის გოგოს. რომ წაგიყონო, სად წაგიყონო, სახლი არა მაქვს, სად მიგიყონო, ფული არა მაქვს, სამ მეგიყიდო, ტუფლი არა მაქვს, გაგასეინდო, სესწარმაძლევენ გაგანები, რო ღვინო არა მაქვს, დაგალევიდო, ტუჩი არა მაქვს, ხოსტრა გაჭყო, მუხლი არა მაქვს, რომ დაგიჩოქო, მაგრამ აი წამოდიო. მოდი ვნახოთ გიტარისტთა მიმიკების სკოლა. Solo! ღერის ნუგზარა და ლუიზა. ვიღუპე რომ გაგიჩან თავიდან მენთა ბრეიქდაუნს აღარ ველოდი მე სილოდგებს და შამპანებს მოგიტან
ბავშვობაში 4-იაში მღეროდი. შეძდევნაში დემეკლი ჯანევრები 400 დალებს ოტა ვერ ახარ შემოგწირე ახალგაზრდობის წლები შემი მისტერ ჯიატურა შენ ახარ შენ ახარ ჩემი მონიკა ბელუჩნი შენ ახარ შემი ნუგზარ კვაშალე აი ეს არის რა დიდი მადლობა თქვენ წინაშე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ ჩვენო თბილის ქალაქო შენო დარმაციტარა შენი ხარე მადლობა გუნდი თესეუ გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ჯაბა სამუშიას და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას. ამით 20-ვე გუნდი ვნახეთ და ფესტივალი დასრულებულია, მაგრამ ჟიურის უნდა დაველოდოთ თუ ვის გაუშვებს ეზოში და კიდე გვაქვს 100 ფესტივალის გამარჯვებული. მოკლედ ყველაფერს ნახავთ. გუნდებს თხოვ სცენაზე. დიდი მადლობა ბავშვებო ამ შრომისათვის, რაც ჩაატარეთ. ერთი კრიტიკული შენიშვნა მაქვს ისევ ისეთი, რაც ადრე მქონდა, რომ აშკარად თამაშისთვის დაზოგეს ხუმრობები, მაგრამ მესმის მე თქვენი. ამის მიუხედავად ფესტივალი მშვენიერი გამოვიდა. მადლობა კიდევ ერთხელ. გადავალ საქმეზე, დავასახელებ 4 გუნდს, რომელიც უკვე ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ფოთის გუნდი რაია, სოხუმარები, ახალქალაქი და ჩემი მშობლიური თესეუ. დიდი მადლობა ჯიმი აბესალის თქო ჯიმი. მოგესალმებით, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. მადლობა ბავშვებო, მადლობა ასტამ. შეუდარებელი იყავი. ნელ-ნელა სწავლობ. სტილობ რა ვქნა. მადლობა და მე 20 გუნდი იყო წარმოდგენილი და მეგონა რომ ცოტა დამღლელი იქნებოდა, მაგრამ ისეთი კარგები იყავით ყველანი, რომ დაღლა საერთოდ ვერ ვიგრძენი. ეს ჩემი ახალგაზრდობის ბრალია უფრო თორე ესე. გადავალ პირდაპირ საქმეზე და ჩემი მშობლიური ქალაქი ბაღდადის გუნდი პულსი. მეორე იქვე მეზობელი ქალაქი წყალტუბოდან ორპირი ქარი. სადაც ფეხი ავიდგი სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი კოზანოსტრა. და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. მადლობა ბავშვებო. მადლობა. ბაბი კირკიდაზე, ხო ბაბი? ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ნამდვილად კარგი თამაში იყო. მუნდა ვთქვა ისიც, რომ სამწუხაროა წესები ასეთია, რომ უნდა გადავიდეს 15 გუნდი და 5 გუნდს უნდა დავემშვიდობოთ და გული მწყდება და გული მტკივა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ხო, ნუ თამაში განსაზღვრავს ხოლმე ოდნავ მეტი, ოდნავ ნაკლები და ასე ხდება, მაგრამ იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან ნიჭიერები, ძალიან კარგები ხართ და წარმატებები ყველას ყოველთვის თქვენი ცხოვრების გზაზე. ახლა რაც შეეხება, მე გამოვაცხადებ 3-ს. კი ბატონო, მიდი. რა თქმა უნდა, ჩემი ზესტაფონი. აბაშასულ გუგუნი სათხარ ბიჭო. არჩანა ნიკარია. და ჭიათურა შავი ოქრო. მადლობა წარმატებები. გიორგი გაბუნია, ხო გიო? მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს. გუხარი აპლოდისმენტები ბავშვებს, დამანგრეველი. მაგრამ თქვენ იმდენი ხართ, რომ შეგიძლიათ თქვენ დარბაზს დაუკრათ ახლა აპლოდისმენტები მაგარი. დიდი მადლობა, კარგი თამაში იყო, მართლა გულწრფელად ჯიმის დავეთანხმები, არ დავიღალე, ვიცინეთ, კარგი გემრიელად და ყველანი ძალიან კარგები ხართ, მაგრამ რას ვიზამთ? მე უნდა გამოვაცხადო ახლა 4 გუნდი და ამითი დავამთავროთ. სანგუ, ათიქულა, სენსაცია და ქესეუ. ილოცავთ ყველა გადასულ გუნდს. მადლობა და ფესტივალის გამარჯვებული და ფესტივალის გამარჯვებული, ანუ დღევანდელ ფესტივალში ყველაზე გამორჩეული გუნდი უნდა ვთქვა მე და სიმბოლურად მე ვამბობ, არა მარტო სიმბოლურად, მართლა დამსახურებულად
ეს თასი ეკუთვნის ბექა კირთაძეს. ბექა კირთაძე, კოზანოსტრა. სამედიცინო კოზანოსტრა. მაშასე ჩვენი ფესტივალი დასრულებულია, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.